მარიამ, დღეს ჩვენ საუბრობთ შესანიშნავ წიგნზე, როალდ დალის მატილდა. როდესაც პირველად გადაშალე ეს წიგნი, რა მოგეწონა, რა შთაბეჭდილება დაგრჩა პირველი წაკითხვისას? იმიტომ ისა კითხვა უყვარს და ანუ თვითონ მატილდა იყო საინტერესო პერსონაჟი შენთვის, ხო? დიახ. როგორ ოჯახში იზრდება მატილდა? ჯახსი, იმიტომ თავისუფლებს მხოლოდ ტელევიზორს უყურებენ და წიგნები არ ატარდებთ. და მატილდასაც უკრძალავენ, რომ წიგნები წაიკითხოს. ჩვენს ცხოვრებაში თითქოს პირიქით არის ხოლმე, არა მარია? მშობლები აძალებენ ბავშვებს, რომ წიგნი წაიკითხონ და ბავშვებს ტელევიზორი უყვართ, უნდათ. მოგეწონა, როცა მშობლები ტელევიზორის ყურებას აძალებდნენ ბავშვებს? არა. რატომ არ შეიძლება, რომ მთელი დღე ტელევიზორს ვუყურებდეთ და წიგნის კითხვა რაშია რითია სასარგებლო? წიგნის კითხვის დროს უფრო ვითარდებით და კარგად ვწავლობთ კითხვას. ტელევიზორში კიდე ისა ხოლმე არაფერს არ ვსწავლობთ მაგით. მატილდას შეხვდა შესანიშნავი მასწავლებელი, მის ჰანი. რატომ იყო მის ჰანი კარგი მასწავლებელი შენი შეფასებით? იმიტომ არ უბრალდებოდა და არ იყო ბოროტ. აი რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, რომ ბავშვებს კითხვა შეაყვაროს, დაანახოს, რომ წიგნი კარგია? დაანახოს, რომ წიგნი კარგია და ისა ვითარდებით და ეგრე. და აი რა მეთოდებით უნდა გააკეთოს ეს, როგორ ფიქრობ? აი რა შემთხვევაში დაუჯერებენ ბავშვები? როცა რომ არ დაუყურებს, მერე დაუჯერებენ. რომ არ დაუყურებს, მერე დაუჯერებენ. კი ბატონო. კარგი, მარიამ, შენ რა გასწავლა მატილდას მაგალითმა? ან როგორი წიგნი იყო შენთვის? აი კითხვის პროცესში რას გრძნობდი, მხიარულობდი, მოწყენილი იყავი, სევდიანი იყავი თუ როგორი წიგნი იყო მატილდა? ცოტა მხიარულიც მას. მხიარული მომენტებით სავსე წიგნია, ხო? იმიტომ თავის მამას გვდისი რომ წებად ჩავეცხა და სათავედან აღარ იხსნიდა გვს. ეს მომენტი მოგეწონა? დიახ. კი. კიდე რომელი მომენტი დაგამახსოვრდა? მას მომენტი დასასრული მოგეწონა? დიახ. შეცვლიდი რამეს თუ არ შეცვლიდი დასასრულში? მოგეწონა რომ მის ჰანისთან დარჩა მატილდა, ხო? დიახ. შენი აზრით მატილდა რომ გაიზრდება, როგორი ადამიანი იქნება და რა მოხდება მერე? ყველანი მას. რა პროფესიის ადამიანი იქნება მატილდა, შე როგორ წარმოგიდგენია? წერალი. წერალი. შენ გიოცნებია მწერლობაზე? არა? რა გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები? რა პროფესია მოგწონს? ექიმობა. ექიმობა. კარგი, მადლობა მარიამ.